გამარჯობა პირდაპირ ეთერში ახალი ამბები მე თუნაინც პირველი ვარ. ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა ქართველი პოლიტიკოსი ჩავიდეს. ნინო ბურჯანაძემ ამის შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა. ანა ახალაია ესაუბრა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს. ანა რა მიზნით ჩადის ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ აფხაზეთში და გაკეთდა თუ არა პოლიტიკური შეფასებები? დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე შესაძლოა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩავიდეს. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა. ის არ აკონკრეტებს ვიზიტის დეტალებს, ამბობს, რომ მისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, თუმცა ღიად გამოთქვამს სურვილს, რომ ჩავიდეს და პირადად გაესაუბროს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობას, როგორც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, მისი შესაძლო ვიზიტის მთავარი მიზანი არის საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ეს არის ჩემი სურვილი, რომელიც არაერთ გზის მაქვს დაფიქსირებული. მე ასევე ძალიან კარგად ვიცი, რომ ორივე რეგიონში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ჩემი დამოკიდებულება მათდამი, ჩემი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ და მე ძალიან კარგად ვიცი ისიც, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მე არასდროს არ ვიტყუები, როცა ვსაუბრობ და ყოველთვის როგორც მოლაპარაკების პარტნიორი ვარ სანდ.